ილონ მასკის განცხადებით ალბათობა იმისა, რომ წელს SpaceX-ი მარსის მიმართულებით პირველ კოსმოსურ ხომალდს გაგზავნის არის 50%, აი ესე 50-50-ო, ესე თქვა, ანუ შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს, ხადი აქ საუბარი არ არის მათემატიკურ ალბათობაზე, ეს უფრო ესეთი ზოგადი რა თქვა მე არის, რომ არ მოხდება, ან არა, აი დაახლოებით ესეთი, რაც ალბათ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება, უბრალოდ ილონ მასკი ამას ესასაჯაროდ არ ამბობს, რადგან როგორც წესი მას არ უყვარს იმედის გაცრუება, რადგან პირიქით ყოველთვის რასაც ამბობს ძალიან ამბიციურია და პრინციპში ვიცით რომ ეს იმ დროს არასდროს სრულდება, როცა არის დანაპირები. მანამდე ზოგადად ძალიან ბევრჯერ არის ეს ნათქვამი, რადგან მარსზე გამგზავრება ძალიან რთული, ტექნიკურად რთული სამუშაოა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროგრამა იქნება ეს კოსმოსური სააგენტოს, რომელიც ოდესმე შესრულებულა, ამიტომაც იქ გაწერილია კონკრეტული ნიშანსვეტები, კონკრეტულ თარიღებთან მიმართებით და ეს ხადი ყველაფერი უნდა შესრულდეს ტექნიკურ დონეზე, რომ მოახერხოს კომპანიამ, რომ ამხელა ტვირთი აიღოს და ამდენი ფული გადაიხადოს იმაში, რომ გაგზავნოს პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მოკლედ უკვე მოგვიანებით სხვადასხვა მისიების ფარგლებში უნდა მისცეს საშუალება ადამიანს, რომ ისიც გაემგზავროს მარსზე, ან ოპტიმუსებს, რომლებიც ალბათ უკვე იმ დროისთვის იქნებიან იმ კონდიციაში, რომ ჩავიდნენ მარსზე და იქ რაღაცები აკეთონ. კონკრეტული ნიშანსვეტები მათ შორის ახლა დღეს რაც დარჩა გასაკეთებელი არის აფრენის შემდეგ დედამიწის ორბიტაზე საწვავის ავზის გავსება იმ ხომალდის მიერ, რომელიც იქ გაემგზავრება. ცხადია, მარსამდე მისვლას ძალიან დიდი დრო ჭირდება, ყველაზე კარგი ვარიანტი ეს დაახლოებით 8 თვეა, მაგრამ 8 თვის განმავლობაში უნდა შეივსოს ავზი ამ ხომალდის და ერთ-ერთი შევსების წერტილი იქნება სწორედ დედამიწის ორბიტაზე, როცა მოხდება ეს ხომალდი და აი სწორედ ეს უნდა მოხდეს ჯერ, მაგრამ ამის წინაპირობა არ ჩანს, რადგან ცოტა ხნის წინ ტესტი ქონდა მორიგი SpaceX, რომელიც ჩავარდა, ასე რომ ალბათ ეს გეგმა კიდევ მრავალი წლით გადაიწევს. კი და თავად 2026 წელი თავის დროზე ეს ჰაერიდან მოტანილი რიცხვი არ იყო, რადგანაც მარსსა და დედამიწას შორის ესეთი განლაგება როდესაც ეს არის ყველაზე ოპტიმალური, ჩნდება 2 წელიწადში ერთხელ დაახლოებით, ანუ ამ დროს პლანეტები ყველაზე ახლოს არიან ერთმანეთთან და თუ კი მარსზე ჩასვლა გვინდა, სწორედ აი ასეთ წლებს უნდა დავემთხვიოთ ამ ამჟამინდელი ტექნოლოგიით, მაგრამ თუ ასეთ წლებს არ დავემთხვევით, მაშინ უკვე მოგზაურობა გაცილებით უფრო რთული და დიდხნიანი იქნება, ამიტომაც 2026 წელი იყო საორიენტაციო წელიწადი, მაგრამ როგორც შენ აღნიშნე, ეს წელიწადი სავარაუდოდ არ იქნება ის წელი, როდესაც მარსზე ჩავალთ, რადგანაც არაფერი ამისათვის ჯერჯერობით სად არ არის და ილონ მასკის პიროვნებას თუ კარგად ვიცნობთ, ნახავთ რომ რაც მზად არის, ისიც კი არ არის ხოლმე ზოგადად ილონ მასკთან მზად და პროექტი რომელიც ჰაერშია გამოკიდული, სავარაუდოდ მაინც ვერ შესრულდება. თავად მოგზაურობა 7-დან 9 თვეში 9 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს, ესეც გააჩნია, რაღაც ტექნიკური გართულებები თუ არ იქნება და ყველაფერი იდეალურად წავა, მაგრამ როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტებზე ვსაუბრობთ, ყველაფრის იდეალურად წასვლის ალბათობა ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ძალიან დაბალი და რაღაც გაუთვალისწინებელი გამოწვევა ყოველთვის შეიძლება გზაში გამოჩნდეს. სავარაუდოდ 2026 წელი არ იქნება ის წელი, როდესაც ეს პროექტი განხორციელდება და ის გადაიწევს კიდევ 2 წელი და პრინციპში ეს SpaceX უფრო მეტად უნდა, რადგანაც 2 წელიწადში ის უფრო მეტი ინვესტიციის მობილიზებას შეეძლებს, ეს ერთი, მეორე ტექნოლოგია უფრო მეტად განვითარდება, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა წამოგვეწევიან და ალბათ უკვე 2 წელიწადში თავად რობოტი, ჰუმანოიდი, რაც არის ოპტიმუსი, ალბათ იქნება იმ დონემდე განვითარებული, რომ მარსზე როდესაც მას ჩაიტანენ, რაღაცის გაკეთება მაინც შეეძლება, რადგანაც დღევანდელი ოპტიმუსი მარსზე დიდად არაფრის მაქრისი არ არის, მის ჩატანას აზრი არ ექნება, ის იქნება უბრალოდ დამამძიმებელი ტვირთი, რომელსაც ალბათ არც კი წაიღებენ, მაგრამ 2 წელიწადში შეიძლება ეს ვითარება ნამდვილად ძალიან დრამატულად შეიცვალოს. თუმცა შეიძლება მოხდეს ისიც და ამის ალბათობა ძალიან დიდია, რომ საერთოდაც არ გამოგზავროთ მარსზე, რადგან იქ დასახლებას როგორც ცნობილია ჭირდება თეორიულ დონეზე მარსის გაცხელება, რაც რამდენიმე ვარიანტით არის შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი არის იქ ატომური პოლუსებზე აფეთქება. ატომური კატასტროფის მოხდენა, რისი, რა ვიცი, ჯერ თეორიულად რამდენად რთული შესრულებელია და მე ეს მოხდება თუ არა, ეს ხადია ცალკე საკითხია და ილონ მასკიც უკვდავი არ არის ალბათ და შესაბამისად ეს გაგრძელება თუ არა სიკვდილის შემდეგ ეს პროექტი ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ის რაც არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ არის ადამიანის კიდევ ერთხელ გამგზავრება მთვარეზე, ანუ ჩვენი პლანეტის კოსმოსურ თანამგზავრზე, რაც უნდა მოხდეს წესდარიგით 2030-იან წლებში არტემისის მესამე მისიის ფარგლებში, რომელიც აქტიურად იგეგმება უკვე მრავალი წელია და გადის კონკრეტულ ეტაპებს და SpaceX-ის მონაწილეობს მან სხვა კომპანიებთან ერთად, რადგან ის და სხვა კონტრაქტორები ქმნიან სხვადასხვა ტექნოლოგიას ამ მიმართულებით. თავიდან 2026 წელს იყო ესეც დაგიქმნილი, მაგრამ ცხადია, როგორც წესი ასეთ პროექტები ვადებში არასდროს სრულდება და მაგრამ მოხდება ეს აუცილებლად და ადამიანი კიდევ ერთხელ დადგამს ფეხს მთვარეზე 1972 წლის შემდეგ.